ფასების ამბავს ვერ ვიტყვით. ძალიან არანორმალური ხალხი ძალიან დატანჯულია და მე რა მქონა ხა მე წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ არ ეკუთვნის საქართველოს ასე არ ამარი ასეთი ტანჯვები რო არანორმალური. მე როგორც სხვები რო ცხოვრობენ საზღვა ისე იყო ცოტა პენსია და ცოტა ხელფა ყურადღება. ერთი სიკვდილით ყველა ყნება და სანამ არის გული უნდა უხაროდეს იმას რაც ჩამოტირის რა ვიცი საქართველოში ცხვირპირი ბევს ერთეულები არა. რატო ცუდი არა ჩვენი სამშობლო? არა, აბა რატო ახლა შენ წარმიდგინე, შენ იყო კარგად და უყურე ის გაჭირვებული იმას ფეხით კი მე მაგალითად მაგრა ის ყურება მე ვლოცულობ ხალხო ყველას უშვენებმა ჩემი ლოცმე ქრისტეგიანო, მაგრამ საზღვარგარეთში უკეთესია იმ ხელფასედებს ჩვენთან ახლა ეს ჩვენი პრობლემა არა, ერთი მთავრობა წავიდა, მოვიდა წავიდა და ვის იმედი გაქვს ღმერთი არსებობდიდება, მაგრამ ის ჯერ არ მოდის, რომ მოვა იქნება მე რაც უკეთ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ სახელმწიფო და მთავრობის ხელში ვარ. შესაძლებელი ყველაფერია, მონდომებაო, არისტოტელე იყო მე-4 საუკუნის ფილოსოფი, მონდომებაო სახევა, რომ მოინდომოს საქართველოს მთავრობამ, ახლა 64-ს ვერ აშენებს, მაგრამ უკეთესობა როგორ არა მოკალაკე. დღეს ერთეულები კარგადაა, მაგრამ ერთეულებისთვის არა ამარდოს ცხოვრება ყველასთვისა. იმედით უნდა ვიცოცხლოთ, რომ უკეთესობა იქნება. არ უნდა დავეცეთ მორალურად. დღეს თუ არა ხვალ იქნება, ხვალ თუ არა ზეგ, აბა არ ვიცი რა მოხდება. მე ახლა მთავრობის მომხრე არ ვარ, მაგრამ კრიტიკულად არ ვიტყვი. მე ბიბლიურად შევაფასებ. ბევრი კარგის გააკეთეს, მაგრამ ერთეულებისთვის. კი, ბევრი მაგნების თანამშრომელი და იგი კარგად არიან. მე კრიტიკულად არ შეიძლება, მე ბიბლიურად უნდა შევაფასო, ჩემ ნათქვამით, ვინმეს არ ჩხლეთდეს, მე ასე მას, მაგრამ ყველასთვის არ აკეთებენ იმას, რაც ერთეულებისთვის, მაგრამ ერთეულებია საქართველოში რამდენი იყო და რამდენი მოკვდა. რატო კვდებია შენი ასე? უპატივცემულო, უყურადღებო, უფულობა. ახლა მე სტატისტიკას არ ვამოწმებ და რამდენი მოკვდა ჩვენ მაგიროში ვამოწმოთ, ამ ლაბარაკში არ ჭირდება, მაგრამ რამდენი დაიღუპა. უპატრონობით, უყურადღებო, უფულობით, უჭმელობით, რა ვიცი.